აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ჯინჭარაძის კანდიდატურა წარადგინა. კანდიდატურასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საქართველოს ცენტრალურ მთავრობასთან უკვე დაწყებულია. გიორგი ჯინჭარაძე დაიბადა 1992 წლის 6 მაისს. ამ დრომდე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2021-2024 წლამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. აღსანიშნავია, რომ 2 ივნისს ლევან გალობლიშვილმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და აღნიშნული სამთავრობო ცვლილებები სწორედ ამ ფაქტით იყო განპირობებული. მთელი ეს დღეები უნდა გითხრათ მიმდინარეობდა კონსულტაციები, როგორც ამას კანონი და რეგლამენტი ითვალისწინებს და აი ამ კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა, გამოიკვეთა კანდიდატი, ეს არის გიორგი ჯინჭარაძე, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ჩვენ სტრუქტურებში მუშაობის და ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე გახლავთ. ახალგაზრდა კაცი აფხაზეთიდან, გაგრიდან და კოლეგებმა ხარი დაუჭირეს. მისი მამის სურათი კიდია ჩვენს სხდომათა დარბაზში. ის იყო ჩვენი კოლეგა და გაგრის დაცემის დღეს დაიღუპა, ოკუპანტებმა დახვრიტეს. მიშა ჯინჭარაძე ძალიან ცნობილი პიროვნება, გაგრის მერის მოადგილე იყო ბოლო პერიოდი და მისი შვილი გახლავთ გიორგი და ჩვენთვის ამას ძალიან ესეთი ემოციური რაღაც დატვირთვა ჰქონდა კიდევ ყველაფერთან ერთად. პროცედურები წარიმართება შემდეგნაირად. ჩვენ უნდა მივიღოთ საქართველოს მთავრობისგან თანხმობა. ამის შემდეგ თავმჯდომარეობის კანდიდატი ვალდებულია წარადგინოს უმაღლეს საბჭოში მთავრობის შემადგენლობა, პროგრამა. ეს ყოველივე გაივლის ფრაქციებს და კომიტეტებს მოусმენენ ჩვენი კოლეგები და ალბათ კვირის ბოლოს პარასკევისთვის გაიმართება პლენარული სხდომა. ერთხმად მიიღო პრეზიდიუმმა გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე და ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე, როცა წარმოდგენილი იქნება მთავრობის სამოქმედო პროგრამა, მთავრობის თავმჯდომარის მიერ და მთავრობის შემადგენლობა, მინისტრების შემადგენლობა, ჩვენ ისევ მივიძლებთ ამ საკითხს. გიორგი ჯინჭარაძე, იმიტომ რომ ბექგრაუნდი აქვს ძალიან თვალშისაცემი, ის ახალგაზრდა ეკონომისტია, მუშაობდა დევნილ სახელმწიფო სტრუქტურებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა, ბოლო პერიოდში იყო კულტურის მინისტრის მოადგილე ეკონომიკის დარგში. არის ძალიან კომპეტენტური ახალგაზრდა კაცი.